საბჭოთა კავშირის დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას ისეთი დიდი ღირებულება, აი ისეთი გონებაში ჩამჯდარი ღირებულება, ანუ მენტალური ღირებულება არ ჰქონდა. ეს იყო და ახლაც არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, სხვადასხვა არქივებში არსებობს საფუძვები, როდესაც აი ალიოშა სვანიძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცაკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მისი წერილი არსებობს, რომ აი აჭარის მკვიდრი როგორი ხალხი არის და როგორ არიან ისინი და რა შეიძლება გაკეთდეს აქ და ეხლა მე ვფიქრობ, რომ ისეთი ზეწოლა, რომელიც 90-იან წლების, აი 90-91 წლებში იყო ავტონომიის გაუქმებას, არ უნდა ყოფილიყო, არასწორი იყო, იმიტომ რომ ამან უკვე რეაქცია გამოიწვია ხალხში და შემდგომში ახლა აი უწოდოთ მათ აგენტები, რომლებიც დადიოდნენ მთიან აჭარაში ძირითადად და ხალხს არწმუნებდნენ, ავტონომია გაუქმება, თქვენ აქ ვინ აღაჩერებ? თქვენ გაგიყვანებენ თურქეთში, ყველას გაგიყვანებენ თურქეთში. აქ ვინ მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენთვის ილოცო, ვინ მოგცემს იმის საშუალებას, რომ მუსულმანური სარწმუნოება აღიარო, შემოვლენ ქართველები და დამთავრებენ. ესენი გაშიფრული აგენტები იყო. აი სხვათა შორის ახლა აი იმდროინდელ პრესას თუ გადავავლებთ თვალს ძალიან აი საინტერესო რაღაცეებს ვნახავთ. აი მაგალითად ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც იყო ბათუმის პრეფექტი და ტარიელ ფუტკარაძისა და დავით ბერძენიშვილის პაექრობა ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ტარიელ ფუტკარაძე, იგივე სანდრო ბერიძე, ტარიელ ფუტკარაძე იყო ბათუმის პრეფექტი, სანდრო ბერიძე იყო ქედის პრეფექტი. ესენი იბრძოდნენ ავტონომიის გაუქმებისაგან. აი მოსახლეობაში ხელწერები რიგდებოდა, ისინი დადიოდნენ ხალხში და აი თქვა ეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ არის, ეს ავტონომია არის ხელოვნურად წარმოქმნილი, რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ვართ, ენა, თქვა კულტურა, ყველაფერი ერთი გვაქვს, არაფერი გასაყოფი არ აქვს და არაფერი არ აქვს ავტონომიით, მაგრამ ეხლა ავტონომია მაინც, მაგრამ შემდგომში უკვე ასლან აბაშიძემ იმისათვის, რომ მას გაემყარებინა აქ თავისი პოზიციები, სწორედ ამაზე დაიწყო აპელირება. აი ავტონომიაზე დაიწყო პირველი და აი ჯერ კიდევ ასლან აბაშიძე სრულად არ იყო არჩეული უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე და აი ამ ტერიტორიაზე აი აქ იყო უზენაესი საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო და აი ამის წინ უზარმაზარი მიტინგები ტარდებოდა. ანუ იყო ასლან აბაშიძე კანდიდატურა და იყო როსტომ დოლიძე. ეს იყო ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარე და აი მათ შორის უნდა გადამწყდარიყო ვის მისცემდნენ ხმას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ასლან აბაშიძემ იმ დროს მოახერხა ის, რომ ზემო აჭარიდან ჩამოიყვანა დიდი რაოდენობის მოსახლეობა, რომელმაც არაფერი არ იცოდა, რისთვის მოდიოდა, უბრალოდ მათ უთხრეს, რომ საფრთხეში დგას აჭარის ავტონომია და წამოდი და დაგვიცავეთ. ჩამოიყვანა ეს ხალხი და პრაქტიკულად ეხლა აი იმ დროს აი აქ მაშინ ჩამოსული იყვნენ თეიმურაზ ქორიძე იყო ჩამოსული, მურმან ომანიძე იყო იმ პერიოდში ჩამოსული აქ და ნუ საქართველოს საბჭოს ფაქტობრივად რაღაც დაპირისპირება ძალიან დიდი დაპირისპირება და სხვათა შორის აი ეს დაპირისპირება რომ ესკალაციამდე არ მივიდა, ეს არის კიდევ მე ვიტყვი რომ ზვიადგამსახურდიას დამსახურება კიდევ და ეროვნული იმდროინდელი ეროვნული მოძრაობისა, რომ აი 91 წლის აი მარტის დასაწყისში რომ ეს არ მივიდა რაღაცა ესკალაციამდე და ძალიან მძიმე სიტუაცია რობად ჩამოყალიბდა. და ანუ ამ ზეწოლით აირჩიეს, აი წარმოიდგინეთ როგორი პარადოქსია, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ირჩევენ პიროვნებას, რომელიც არ არის ამ საკანონმდებლო არჩევითი ორგანოს წევრი. ასლან აბაშიძე არ იყო ამ ორგანოს წევრი. ასლან აბაშიძე იყო თბილისში ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე და ჩამოიყვანეს და დასვეს აქ ჯერ მოვალეობის შემსრულებლად, ნუ მერე უკვე აირჩიეს ავტონომიური რესპუბლიკის პროცედურის დარღვევით მოხდა. რა თქმა უნდა პროცედურის დარღვევა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ირჩევა პირი, ვინც წევრია ამ საკანონმდებლო როგორ შეხვდნენ უარყოფითად. მე შემიძლია ვთქვა რომ უარყოფითად შეხვდნენ. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ რა ბათუმელების ძირითადი ნაწილი მხარს უჭერდა როსტომ დოლიძეს. იმ დროინდელი ავტონომიის გაუქმება უნდა და ბათუმელებს. ეხლა რა არის იცით აი ხალხი აღტკინებული იყო, აი ბათუმი ქალაქ ბათუმს უნდა ავტონომიის გაუქმება.
და ალბათ მზად იყო ბათუმი იმისათვის, აი მე კიდევ გეუბნებით, რომ ბათუმის პრეფექტი ტარიელ ფუტკარაძე პირადად ედგა სათავეში ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმებას. ბერძენიშვილი მოეწირა ამ აი სხვათა შორის ნუ შემდგომ ეხლა ბერძენიშვილი სხვა პარტიის წარმომადგენელი იყო, ტარიელ ფუტკარაძე იყო გვალიმაგიდის წარმომადგენელი, ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიისა და ეხლა ნუ ეს იყო პარტიული დაპირისპირება თუ იდეური, მე არ მგონია იდეური დაპირისპირება, აქ იყო უფრო პარტიული ნიშანთვისებებით დაპირისპირება, რა თქმა უნდა და აი თქვა აქედან გამომდინარე ხდებოდა ის სიტუაცია, რომ პრაქტიკულად აი იმ დროს ჩაეყარა საფუძველი და იმ დროს ეყრება საფუძველი ასლან აბაშიძის როგორც ბჭყალებში აჭარის გადამრჩენელის როლის მორგებას. ნუ ამას სავარაუდოდ დანარჩენ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა უკვე 92-91-ში არა. აი 91 წელს თუ მივყვებით ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ახლა ასლან აბაშიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისევე როგორც არძიმბა იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ასლან აბაშიძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწვევი. ნუ არის ახლა, ხო? დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწვევი. ანუ მაშინ რა თქმა უნდა ასლან აბაშიძე არ გამოდიოდა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ნუ შეიძლება ესეც გარკვეულწილად გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნოთ, არა, უფრო მეტიც ზვიად გამსახურდია 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩის დროს ზვიად გამსახურდია ასლან აბაშიძე დანიშნა საკუთარ წარმომადგენელად რუსეთის არმიასთან მოლაპარაკებების პირობებში და ნუ ასლან აბაშიძე თბილისში იყო იმ პერიოდში და ეგრეთ წოდებული საკმოსთან მოლაპარაკებებს ასლან აბაშიძე მართავდა. ეს რეალობა საიდან ქონდა ეს ბექგრაუნდი ასლან აბაშიძეს რომ რუსეთთან მოლაპარაკება ეწარმოებდა? ალბათ იგივე წარსულიდან გამომდინარე თუნდაც იგივე იქედან გამომდინარე რომ იმ დროს ბათუმში რუსების ჯარი იდგა და აბაშიძემ მათთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა დაამყარა და ალბათ აქედან გამომდინარე თუნდაც განვიხილოთ ის ფაქტიც და ისიც დაუშვათ რომ ასლან აბაშიძე იყო უშიშროების გარკვეულად ახლა მე ამას მტკიცებულებით ფორმაში რა თქმა უნდა ვერავინ ვერ იტყვის ამას, მაგრამ შესაძლებელია მისი განხილვაც, რომ ასლან აბაშიძე იყო უშიშროების წარმომადგენელი და ასლან აბაშიძე ისევე როგორც სხვა პიროვნება ზვიად გამსახურდიას შეუფუთეს და მიაწოდეს თქვა. შეიძლება ესეთი რამის დაშვებაც შესაძლებელია ესეთი რამისა. მაგრამ მე ახლა რა ხდება, თქვა ზვიად გამსახურდიას მაინც იმედი ქონდა ასლან აბაშიძის.